დამსვენებელთა სიმრავლეა ქობულეთშიც, აქ დამსვენებელთა ძირითადი წილი ბოლო რამდენიმე წელია მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებზე მოდის. ზღვა ფიჭვნარის გამორჩეული კლიმატი და ქართული სტუმართმოყვარეობა. რა იზიდავთ ქობულეთში დამსვენებლებს, ნახეთ კეთიჭყონიას რეპორტაჟში. ტურისტულად ყველაზე ცხელი სეზონი ქობულეთში ბოლო რამდენიმე კვირა აქტიურ ფაზაშია. ტურისტების უმრავლესობა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაა. ამბობენ, რომ ქობულეთში დასვენება ყოველთვის სასურველია და ამიტომ ზღვისპირა ქალაქს ყოველწლიურად სტუმრობენ. Нравится город более дешево, чем другие города. Აქაურობა ძალიან მომწონს, აქ დასვენება საკმაოდ იაფია. პარკში დავდივართ, ვსეირნობ, საღამოობით გრილა, რაც საოცარია. გასართობ ცენტრ ციცინათელაში დავდივართ. საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ. Пляж хороший, мне нравится. Чисто довольно-таки. პლაჟი გაქვთ საკმაოდ კარგი, სუფთა წყალი და მოწესრიგებული სანაპირო ზოლი. По вечерам мы в основном на набережной гуляем. დამსვენებელთა უმრავლესობა არჩევანს ფიჭვნარის სანაპირო ზოლზე ერთი მიზეზით აკეთებს. იციან, რომ ეს ადგილი განსაკუთრებული ბალნეოლოგიური თვისებებით გამოირჩევა. Второй год мы здесь. მეორე წელია აქ ვისვენებთ და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის სხვადასხვა გარემო გვხვდება. ქობულეთში დასვენება ყოველთვის მიხარია. აქ კარგად ერთობით როგორც ღამის კლუბებში, ასევე სანაპირო ზოლზე. ქობულეთში მეგობრებთან ერთად ჩამოვედი, შეგიძლია ქალაქიდან გაუსვლელად საკმაოდ კარგად გაერთოს ადამიანი. ერევნიდან 5 დღის წინ ჩამოვედით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არჩევანი კმაყოფილი ვართ. სხვა და საოცარი ბუნება ერთდროულად უპირატესობას საკურორტო ქალაქ ტურისტების უმრავლესობას სწორედ ამიტომ ანიჭებს. Природа очень хорошая у них. კარგი ბუნებაა, ზღვა და ბუნება ასე ერთად არცად მინახავს. ამ ადგილას ხშირად ვიკრიბებით. В общем, хорошо отдыхаем. ქობულეთში წელს ტურისტული სეზონი სხვა წლებისგან განსხვავებით ადრე დაიწყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები აცხადებენ, რომ ამას ხელი რეგიონში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვამ შეუწყო. საოჯახო ტიპის სასტუმროები ამ ეტაპზე სრული დაცვით მუშაობენ. კერძო ტიპის სასტუმროებში ამ დროისთვის დაჯავშნულია მთელი აგვისტოს თვეც. ჩვენ ივლისის თვეში ყავდა ტურისტები ლატვიიდან, ორი ოჯახი, იყვნენ უკრაინიდან, თურქეთიდან. ეხლა ველოდებით ჩვენს თბილისელ სტუმრებს, ჩვენს თბილისელ ქართველ ტურისტებს და იმედი მაქვს, რომ სევანდელი სეზონი წინვალად ჩატარდება როგორც ჩარჩენილი. ტურისტების დიდ ნაკადს ქობულეთში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ელოდებიან.